სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, კაკაბაძემ 2019-21 წლებში ფედერაციის კუთვნილი ბიზნეს ბარათების გამოყენებით საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისა ხელბურთის ფედერაციის კუთვნილი 464,496 ლარი. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლას და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ კაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას. ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი შოთა მანელიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ გამოძიება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მორიგი გამოკითხვის მიზნით გენერალურ პროკურატურაში დაბარებული კაკაბაძის დაკავება მოულოდნელი იყო.